Hallo, გამარჯობა. მოგესალმებით. ვიცი რომ დიდი პაუზა გამომივიდა, მაგრამ ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. ძალიან დაკავებული ვიყავი, ჰქონდა გაკვეთილები და მეცადინეობის შემდეგ ცხადია ძალიან მიჭირდა უკვე ვიდეოების ჩაწერა, მაგრამ ახლა დაიწყო უკვე არდადეგები და შევეცდები რომ შემოგთავაზოთ კვლავ საინტერესო ვიდეოები ჩემს არხზე. მათთვის ვისაც არ აქვს გამოწერილი ჩემი არხი და სურს გერმანული სწავლა, შეუძლია გამოიწეროს არხი, ასევე გთხოვთ დააკომენტაროთ, მოიწონოთ ვიდეოები, გამოთქვათ თქვენი აზრი და მე შევეცდები რომ არ მოგაკლოთ ვიდეოები. დღეს გადავწყვიტე რომ პატარა განმარტება გავაკეთო, იმიტომ რომ მე მქონდა შემთხვევები, როდესაც მეუბნებოდნენ რომ ვიდეოები არ ჩანს სრულად და ძალიან ცოტა ვიდეოებია, თუმცა თქვენ თვითონაც ხედავთ რომ აქ არის 102 ვიდეო არხზე, არაფერი დამალული არ არის და არ არის ფასიანი ვიდეოები. ყველა ვიდეო აბსოლუტურად ჩანს, უბრალოდ უნდა შეხვიდეთ ვიდეოებში ჩემს გვერდზე და ჩანს აბსოლუტურად ყველა ვიდეო, რაც კი ჩამიწერია ამ დროის განმავლობაში. აღმოაჩენთ არაერთ თქვენთვის საინტერესო ვიდეოს, თქვენი დონის შესაბამის ვიდეოს, რომლისგანაც ძალიან ბევრს ისწავლით. დღეს მინდა ძალიან საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ, კერძოდ ეს არის Janos Traumstundedან აღებული das Lumpengesindel, მე გადავალ ახლა ამ გვერდზე, რომელთაც ვსარგებლობ, რათა თქვენთვის დავამუშავო ტექსტი, აი ეს გვერდია. ნახეთ, შეგიძლიათ დავდებ ლინკს აუცილებლად ვიდეოს დაბლა, შეგიძლიათ ესტუმროთ და არაერთი საინტერესო ამბავი არის გერმანულად მოცემული, რომელსაც შეგიძლიათ უყუროთ. არ არის ეს მთლად დამწყებთათვის რა თქმა უნდა გათვლილი, ასე რომ ვინც ოდნავ მაღალ დონეზე არის, აურ დონის ზემოთ უკვე შეუძლია რომ ამ ვიდეოს დამუშავებით ძალიან ბევრი საინტერესო ფრაზა ისწავლოს. ამასთანავე ვიდეო კარგია, იმიტომ რომ ტექსტის დამუშავებასთან ერთად და ლექსიკური მარაგის გამდიდრებასთან ერთად თქვენ ასევე გააუმჯობესებთ თქვენს მოსმენის უნარებს. სანამ დავიწყებ მუშაობას ტექსტზე, მინდა შეგახსენოთ, რომ გვაქვს პატარა სიახლე. ვიდეოს დაბლა არის დონაციის ნომერი, ანგარიშის ნომერი და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ვიდეო დაგეხმარათ და ჩემი ვიდეოები გეხმარებათ ცოდნის შეძენაში, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით შეგიძლიათ პატარა დონაცია გააკეთოთ მითითებულ ანგარიშის ნომერზე. მადლობა წინასწარ და მოდი დავიწყოთ ახლა უკვე გაკვეთილი. თავდაპირველად მოდი მოვუსმინოთ ჯერ ვიდეოს 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ უკვე დავიწყებ გარჩევას ტექსტისას და თქვენ შეგიძლიათ მერე ორიგინალი ვიდეო კიდევ ხელახლა მოისმინოთ, მას შემდეგ რაც უკვე სიტყვებს ისწავლით, რომელსაც მე შემოგთავაზებთ ქართული თარგმანით და მერე ვნახოთ უკვე როგორ გაიგებთ ტექსტს, რომელიც შეიძლება თავიდან რთულად მოგეჩვენათ. დავიწყოთ. Die kleine Henne sagte zum kleinen Hahn: Steh auf! Heute ist ein schöner Tag. Wir wollen auf den Markt gehen und uns Nüsse kaufen, bevor sie schon wieder teurer werden. Ist gut, sagte der kleine Hahn, setzte seinen englischen Hut auf, zog seine Stiefel an und die kleine Henne zog ihr schönes Kleid an. Dann gingen sie los. Die Straßenbahn hatte schon wieder Verspätung. Steigen Sie bitte hinten ein. Vorne nur noch Wochenkarten. Gehen Sie in die Mitte durch. Lassen Sie doch die anderen Herrschaften auch hinein, rief der Schaffner, und Hunde mitbringen war verboten. Rauchen war verboten. In den Wagen spucken war verboten. Alles war verboten. wenn ein Tag schon so anfängt, sagte der kleine Hahn. habe ich gleich schlechte Laune. Und er drängte sich zwischen die Leute, musste stehen. Die kleine Henne stand sogar nur auf einem Bein.
Aber der kleine Hahn fing an, unauffällig und raffiniert, eine alte Ente mit seinem Schwanz unter dem Flügel zu kitzeln, bis sie es nicht mehr aushalten konnte vor Lachen und bei der Haltestelle Fasanengarten ausstieg. Der Schaffner rief: Wer ist noch zugestiegen? Bitte die Fahrkarten. Der kleine Hahn aber und die kleine Henne guckten zum Fenster hinaus, als hätten sie nichts gehört. Und der Schaffner vergaß zu kassieren. So ein Lumpengesindel. Auf dem Markt kauften sie sich 2 Tüten, eine mit Hasel und eine mit Strohnüssen. Und während sich die kleine Henne mit der Marktfrau zankte, klaute der kleine Hahn einen Hut voll Walnüsse. So ein Lumpengesindel. Die Sonne schien schön und die Luft war gut. Die beiden setzten sich unter den Vogelbrunnen, aßen ihre Nüsse und spuckten die Schalen auf die Erde. So ein Lumpengesindel. Der Tag verging ihnen, ehe sie es sich versahen. Und weil dort ein alter Mann saß, der eine Flasche Bier hatte, blieben sie bis zum Abend. Weißt du was? Doc. Trag mich ein Stückchen, du bist doch mein Mann. Dumm werd ich sein. Sagte der kleine Hahn. Ich dich tragen. Trag du mich doch. Ich bin der Vater und der Herr im Stall. Und wie sie sich so herumzankten, hin und her schwankten, kam eine alte Ente, die auf dem Markt Abfallgemüse gesammelt hatte, und sagte, weil sie nicht allein das Taxi zahlen wollte: Streitet euch nicht herum, ihr Dummköpfe. Lasst uns lieber etwas Geld zusammenlegen und eine Taxe nehmen. Die kostet nicht mehr als 3,30. Ich wohne am Schittberg 11. Wo wohnt denn ihr? Die beiden wohnten am Lattenzaun 432, also in derselben Gegend, nur eine Straße mehr nach links. Just als die 3 in die Taxe steigen wollten, kam von der anderen Seite ein Liebespaar. Eine Stopfnadel und eine Stecknadel, und wollten in dieselbe Taxe. Jeder versuchte, den anderen vom Trittbrett zu stoßen. Als die kleine Henne der Stopfnadel in den Hintern treten wollte, trat sie daneben, weil die Stopfnadel so mager war. აქ შევაჩერებ ვიდეოს და დავიწყოთ სულ თავიდან, განმარტებებით, რა თქმა უნდა. მომდევნო ნაწილს ვიდეო 2-ად გავყავი, მომდევნო ნაწილს შემოგთავაზებთ მოგვიანებით, ანუ დასრულებული არ არის ვიდეო, 2 ნაწილი იქნება, პირველი ნაწილი იქნება ეს და მეორე ნაწილს მოგვიანებით გადაგითარგმნით. დავიწყოთ თავიდან. Die kleine Henne sagte zum kleinen Hahn: Doc, steh auf. Heute ist ein schöner Tag. Wir wollen auf den Markt gehen und uns Nüsse kaufen, bevor sie schon wieder teurer werden. Doc. Die kleine Henne sagte zum kleinen Hahn. Პატარა დედალმა უთხრა პატარა მამალს. Der Hahn Mamali. Die Henne დედალი. Steh auf, heute ist ein schöner Tag. დღეს არის კარგი დღე, ლამაზი დღე. აქ უნდა იყოს ein schöner Tag.
Wir wollen auf den Markt gehen und uns Schnüsse kaufen, bevor sie schon wieder teurer werden. Ჩვენ მოდი წავიდეთ ბაზარზე და ვიყიდოთ თხილი, სანამ ისინი კვლავ გაძვირდება. Wollen wir auf den Markt gehen? ეს არის მოდალურზმნიანი წინადადება, რომელიც ქართულად უფრო მოდი გავაკეთოთ რაღაც ასეთი ნიშნულობით შეიძლება გადავთარგმნოთ. Gehen, gegangen, ვიცით რომ არის წასვლა და auf den Markt, der Markt არის ბაზარი და როდესაც მივდივართ ბაზარში, ვამბობთ auf den Markt gehen. აკუზატივ ბრუნვაშია ჩასმული ბაზარი. Nüsse kaufen, თხილის ყიდვა, bevor, სანამ, მანამ სანამ, sie schon wieder teuer werden. სანამ ისინი კვლავ გაძვირდება. Wieder კვლავ, teurer, უფრო ძვირი. Teurer werden, გაძვირდება. Ist gut, sagte der kleine Hahn, კარგი, თქვა პატარა მამალმა. setzte seinen englischen Hut auf, zog seine Stiefel an und die kleine Henne zog ihr schönes Kleid an. Setzte seinen englischen Hut auf, დაიფარა თავისი ინგლისური ქუდი, zog seine Stiefel an, ჩაიცვა თავისი ჩექმები und die kleine Henne zog ihr schönes Kleid an. და პატარა დედალმა ჩაიცვა თავისი ლამაზი კაბა. მოდი ახლა განვიხილოთ თითოეული ზმნა ამ წინადადებაში. Aufsetzen, den Hut aufsetzen არის ქუდის დახურვა, დაფარება. ვიცით რომ ჩაცმა ზოგადად არის anziehen, ალბათ sich anziehen, მაგრამ ქუდზე გამოვიყენებთ aufsetzen, იმიტომ რომ ვიფარებთ, ხო, თავზე. დავიმახსოვროთ den Hut aufsetzen, ქუდის დაფარება. Anziehen, ჩაცმა, die Stiefel, ჩექმები, zog seine Stiefel an, ჩაიცვა თავისი ჩექმები. Und die kleine Henne zog ihr schönes Kleid an. ისევ ჩაცმა გვაქვს, ჩაიცვა თავისი დედალმა თავისი ლამაზი კაბა. Dann gingen sie los. Die Straßenbahn hatte schon wieder Verspätung. Dann gingen sie los, არ გამოჩნდა სუბტიტრებში და შემდეგ გზას გაუდგნენ. Losgehen. Die Straßenbahn hatte schon wieder Verspätung. Tramvai კვლავ იგვიანებდა. Die Verspätung დაგვიანება მდედრობითი სქესის სიტყვა არის, ungზედაბოლოებული იცით რომ მდედრობითი სქესის სიტყვებია und Verspätung, eine Verspätung haben oder Verspätung haben ნიშნავს დაგვიანებას. Tramvai კვლავ დააგვიანა. Steigen Sie bitte hinten ein. Vorne nur noch Wochenkarten. Steigen Sie bitte hinten ein. ანუ უკან დასხედით, ან უკან ამობრძანდით, einsteigen ნიშნავს ასვლას, თუმცა ეს შეიძლება ქართულად გავიგოთ როგორც ტრანსპორტში დასხდომას. Hinten არის უკან, vorne წინ. Vorne nur noch Wochenkarten, წინ მხოლოდ კვირის ბილეთებით, ანუ ვისაც კვირის ბილეთი აქვს აღებული, ანუ მთელი კვირის განმავლობაში, რომელსაც გამოიყენებს. Gehen Sie in die Mitte durch. Lassen Sie doch die anderen Herrschaften auch hinein, rief der Schaffner. Gehen Sie in die Mitte durch. Durchgehen არის, როდესაც გაივლი რაღაცის გავლით და აქ არის ამ შემთხვევაში, ანუ გაიარეთ შუაში, გადაბრძანდით შუაში, in die Mitte, შუაში. Lassen Sie doch die anderen Herrschaften auch herein. Hereinlassen არის შემოშვება, ანუ ამოატარეთ, გაატარეთ. Die anderen Herrschaften, თქვენ იცით რომ der Herr ნიშნავს ბატონს,
და die Herrschaften ეს რაღაცა მრავლობით რიცხვში არის არსებითი სახელი. Die Herrschaft მხოლობით რიცხვში ნიშნავს ბატონობას. და ეს განსხვავებული სიტყვა. Die Herrschaften არის მოძველებული ფორმა ბატონებისა, ანუ სხვა ბატონებიც გაატარეთ. თუმცა აღარ გამოიყენება ახლა ასე die Herrschaften, მაგრამ რომ მივხვდეთ აქ რა არის ნაგულისხმები. Herein შიგნით, მიმართულება არის ნაჩვენები, rief der Schaffner დაიძახა გამცილებელმა ან კონტროლიორმა. Und Hunde mitbringen war verboten. Rauchen war verboten. In den Wagen spucken war verboten. Alles war verboten. Und Hunde mitbringen war verboten. Ძაღლების mitbringen, თან წაყვანა, თანამოყვანა war verboten. Verbieten, verbot, verboten არის აკრძალვა. ძაღლების თან წაყვანა იყო აკრძალული. Rauchen war verboten, მოწევა იყო აკრძალული. In den Wagen spucken war verboten. Wagonში spucken არის ფურთხვა, იყო გადაფურთხება, იყო აკრძალული. Alles war verboten. ყველაფერი იყო აკრძალული. Wenn ein Tag schon so anfängt, sagte der kleine Hahn. Hab ich gleich schlechte Laune. Wenn ein Tag schon so anfängt, დღე როდესაც უკვე ასე იწყება, anfangen, დაწყება, fing an, angefangen, მოცილება თავსართიანი ზნა არის, აქ უბრალოდ when გვაქვს თავში კავშირი, ზნა გადმოვიდა ბოლოში და ამიტომ ერთად წერია anfängt. Თქვა პატარა მამალმა habe ich gleich schlechte Laune. ეგრევე ცუდ ხასიათზე ვარ, ან ვდგები habe schlechte Laune, ანუ მაქვს ცუდი განწყობა. Und drängte sich zwischen die Leute, musste stehen. Die kleine Henne stand sogar nur auf einem Bein. Drängte sich zwischen die Leute, sich zwischen die Leute drängen, ნიშნავს, როდესაც ანუ ხალხის გავლით, ეს აქეთიქით როგორ თქვა, მიწოლით გაივლი ამ ხალხს შორის, musste stehen, უნდა გაჩერებულიყო, ანუ ფეხზე მდგარიყო. Die kleine Henne stand sogar nur auf einem Bein. და პატარა დედალი ერთ ცალფეხზეც კი იდგა. ანუ იმდენი ცხოველი იყო უკვე ტრანსპორტში, რომ ცალფეხზე იდგა. ანუ das Bein ეს არის ფეხი, კიდური და ზოგარ, ანუ ნიშნავს აქ ცალფეხზე მდგომაც კი უწევდა. Kleine Henne stand sogar nur auf einem Bein. Aber der kleine Hahn fing an, unauffällig und raffiniert, eine alte Ente mit seinem Schwanz unter dem Flügel zu kitzeln, bis sie es nicht mehr aushalten konnte vor Lachen und bei der Haltestelle Fasanengarten ausstieg. Der Schaffner rief: Okay, aber der kleine Hahn fing an, unauffällig und raffiniert eine alte Ente mit seinem Schwanz unter dem Flügel zu kitzeln, bis sie es nicht mehr aushalten konnte vor Lachen, Lachen unter die Assoziateros, und bei der Haltestelle Fasanengarten ausstieg. Der kleine Hahn fing an, პატარა მამალმა დაიწყო, unauffällig, შეუმჩნევლად und raffiniert, eschmakurat, eine alte Ente, mochuts Bats, ichs bodeshit, mit seinem Schwanz unter dem Flügel zu kitzeln. Აქ ზნა არის თავარი kitzeln, ღუტუნი. ანუ დაუწყო ღუტუნი სად? და როგორ? Mit seinem Schwanz, თავისი კუდით, unter dem Flügel. Flügel არის ფრთები, ფრთის ქვეშ დაუწყო ღიტინი. Bis sie es nicht mehr aushalten konnte, სანამ მან ვეღარ აიტანა, aushalten არის ატანა, გაძლება, ვეღარ აიტანა, vor Lachen, ანუ ეს ამდენი სიცილი, und bei der Haltestelle Fasanengarten ausstieg. და გაჩერებაზე Fasanengarten, ეს გაჩერების სახელია, მაგრამ ქართულად თუ თარგმნით ეს არის ხოხბების ბაღი,
ჩავიდა. Und bei der Haltestelle Fasanengarten ausstieg. Der Schaffner rief: Wer ist noch zugestiegen? Bitte die Fahrkarte. Der Schaffner rief, Kontrollierma დაიყვირა, wer ist noch zugestiegen? Კიდევ ვინ შემოგვიმატა, ანუ ვინ ამოვიდა, კვლავ ვინ დაემატა, zusteigen, იგივე რაც einsteigen. Bitte die Fahrkarten. ანუ გთხოვთ ბილეთები, die Fahrkarte, ბილეთი. Der kleine Hahn aber und die kleine Henne guckten zum Fenster hinaus, als hätten sie nichts gehört. Პატარა მამალმა და პატარა დედალმა guckten zum Fenster, ანუ პატარა მამალი და დედალი ყურებოდა ფანჯრიდან, gucken, იგივე schauen, იგივე sehen, ყურება, zum Fenster hinaus, ნიშნავს ფანჯრიდან, als hätten sie nichts gehört. თითქოს არაფერი გაუგონიათ. Hätten sie nichts gehört. Hören, hörte, gehört არის გაგება და თითქოს არ გაიგონეს, მაგრამ თითქოს არ გაუგონიათ, ესე მოაჩვენეს თავი, ამიტომ გვაქვს ჩვენ აქ კონიუნქტივში ჩასმული hätte. Und der Schaffner vergaß zu kassieren. Und der Schaffner vergaß zu kassieren და კონტროლერს დაავიწყდა. Vergessen არის დავიწყება, პრეტერიtumში გვაქვს მოცემული. Vergessen, vergaß, vergessen დავიწყება და kassieren ნიშნავს, ანუ ფულის მიღება. დაავიწყდა. So ein Lumpengesindel. ჩვენ გვაქვს გამოთქმა ზუსტად რაც სათაურში გვაქვს das Lumpengesindel. ეს სიტყვა მოძველებული არის, ანუ ნაკლებად შეხვდებით გერმანულში, მაგრამ უნდა რამენაირად გავიგოთ რას ნიშნავს ეს. მხოლობით რიცხვში არის, ანუ არ აქვს მრავლობითი რიცხვი Lumpengesindels და ეს ნიშნავს მიახლოებით ქართულად როგორც სალანძღავი სიტყვა, ნაძირლები მაგალითად, ან უზნეობა, შეიძლება ასე დაბიოს აქციელი, ხო? ამორალური აქციელი. ნუ აქ ცოტა რომ მოვარგოთ ამ სიტუაციას, ეს რა უზნეოს აქციელია, შეგვიძლია ასეც ვთარგმნოთ. ანუ ნაძირლები მრავლობით რიცხვში კი აქ ქართულად, მაგრამ გერმანულს Lumpengesindels არ აქვს მრავლობითი რიცხვი და დარწმუნებული ვარ, რომ გაგიჭირდებათ ამ სიტყვის მონახვა და სწორი განმარტება, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ გასაგები იქნება ეს განმარტება, ანუ რა უზნეოს აქციელია, ასე შეგვიძლია ვთარგმნოთ აქ. Lumpengesindel. Auf dem Markt kauften sie sich 2 Tüten, eine mit Hasel und eine mit Strohnüssen. Auf dem Markt kauften sie sich 2 Tüten. Bazarze იყიდეს 2 Tüte არის პარკი. 2 პარკი, ფუთა. Eine mit Hasel und eine mit Strohnüssen. ერთი იყიდეს თხილის ერთი თხილის და მეორე Strohnüsses, რაც შეეხება ამ ტექსტებში არის ზოგჯერ რაღაცა, მე ვფიქრობ, ფანტაზიის ნაყოფი, გამოგონილი სიტყვები, ანუ Strohnüss არ არსებობს გერმანულში და გაჭირდება ამ სიტყვის მოძებნა, მაგრამ ეს ვფიქრობ უფრო ალბათ ნიშნავს რაღაცა ახალი თხილი და ასევე ძველი თხილი, მოძველებული თხილი და ნუ Strohnüss არ არსებობს ასეთი, ამიტომ ასე გადავთარგმნოთ, ანუ ძველი თხილი. Und während sich die kleine Henne mit der Marktfrau zankte, klaute der kleine Hahn einen Hut voll Walnüsse. So ein Lumpengesindel. Und während sich die kleine Henne mit der Marktfrau zankte, აქ გვაქვს ჩვენ sich zanken, რაც ნიშნავს დავაჭხუბი, während განმავლობაში იმ დროს, როცა პატარა დედალი ბაზრის გამყიდველთან ჩხუბობდა, klaute მოპარვას ნიშნავს მოიპარა პატარა მამალმა einen Hut voll Walnüsse. ერთი ქუდი ცილინდრი არის ეს Hut, სავსე კაკლებით. So ein Lumpengesindel. აი აქაც იგივე გამოთქმა შეგვხვდა, ანუ ეს რა უზნეობაა.
Die Sonne schien schön und die Luft war gut. Die Sonne schien schön, sehr ანათებდა ლამაზად und die Luft war gut, ჰაერი იყო კარგი, ანუ ახალი ჰაერი, ასე ვთქვათ, სუფთა, gut კი ნიშნავს კარგს. Die beiden setzten sich unter den Vogelbrunnen, aßen ihre Nüsse und spuckten die Schalen auf die Erde. Die beiden setzten sich unter den Vogelbrunnen. Oriveni sich setzen, დასხდნენ. Unter ქვეშ Vogelbrunnen, აქ არის შადრევანი ჩიტით, ამ ჩიტის შადრევნის ქვეშ, aßen ihre Nüsse, essen as gegessen, ჭამა, ანუ მიირთმევდნენ თავიანთ თხილს und spuckten die Schalen auf die Erde. Spucken გადმოფურთხება, die Schale ნაჭუჭი ამ შემთხვევაში, auf die Erde, die Erde არის დედამიწა, დედამიწაზე ან მიწაზე ყრიდნენ ნაჭუჭს, აფურთხებდნენ. So ein Lumpengesindel. ანუ რა უზნეო საქციელია. Der Tag verging ihnen, ehe sie es sich versahen. Der Tag verging ihnen, დღეისე გავიდა, ehe sie es sich versahen, რომ ვერც კი შენიშნეს. Versehen, ანუ რაღაცის ვერ შემჩნევა, ვერ დანახვა, ანუ დღემ ისე გაიარა, რომ ვერც კი შენიშნეს. Und weil dort ein alter Mann saß, der eine Flasche Bier hatte, blieben sie bis zum Abend. Und weil dort ein alter Mann saß, და რადგანაც იქ მოხუცი კაცი იჯდა, sitzen saß gesessen, ჭდომა, der რომელსაც eine Flasche Bier hatte, ერთი ბოთლი ლუდი ჰქონდა, die Flasche ბოთლი, das Bier ლუდი, blieben sie bis zum Abend, დარჩნენ საღამომდე. Bleiben, blieb, geblieben, დარჩენა, der Abend, საღამო, bis მდე, bis zum Abend. Weißt du was? Doch. Trag mich ein Stückchen, du bist doch mein Mann. Weißt du was? იცი რა? Trag mich ein Stückchen, du bist doch mein Mann. Tragen ნიშნავს საერთოდ სხვადასხვა მნიშვნელობით შეიძლება გადავთარგმნოთ, მაგრამ ნიშნავს ტარება, ზიდვას, ხო? და აქ გვაქვს იმ მნიშვნელობით, რომ ხელში ამიყვანე, ein Stückchen, ცოტა ხანს, du bist doch mein Mann, შემხომ ჩემი ქმარი ხარ. Dumm werd ich sein. Sagte der kleine Hahn. Ich dich tragen. Trag du mich doch. Ich bin der Vater und der Herr im Stall. Dumm werde ich sein, სულელი ვიქნები, sagte der kleine Hahn, თქვა პატარა მამალმა. Ich dich tragen, შენ გატარო, ხელში აგიყვანო. Trag du mich doch, aber შენ ამიყვანე. Ich bin der Vater und der Herr im Stall. მე ვარ მამა და ბატონი im Stall. Posselში, საბძელში, im Stall. Und wie sie sich so herumzankten, hin und her schwankten, kam eine alte Ente, die auf dem Markt Abfallgemüse gesammelt hatte, und sagte, weil sie nicht allein das Taxi zahlen wollte: wie sie sich so herumzankten, hin und her schwankten, და როდესაც ისინი ასე კამათობდნენ, herumzankten, იგივეა რაც zanken, hin und her schwankten, aketикит ბარბაცებდნენ, kam eine alte Ente, მოვიდა მოხუცებული იხვი, die auf dem Markt Abfallgemüse gesammelt hatte, რომელმაც ბაზარში Abfallgemüse, ბოსტნეულის ნარჩენები gesammelt hatte, შეაგროვა,
Sammeln, sammelte, gesammelt, შეგროვება, der Abfall, ნარჩენები und das Gemüse, ბოსტნეული. Und sagte და უთხრა, weil sie nicht allein das Taxi fahren wollte. რადგანაც არ სურდა მარტო ტაქსიში გადახდა. Das Taxi, Taxi. Weil sie nicht allein das Taxi zahlen wollte? Streitet euch nicht herum, ihr Dummköpfe. Lasst uns lieber etwas Geld zusammenlegen und eine Taxe nehmen. Die kostet nicht mehr als 3,30. Streitet euch nicht herum, ihr Dummköpfe. Nu ჭხუბობთ, სულელებო, Dummköpfe, სულელები. Lasst uns lieber etwas Geld zusammenlegen. Მოდი ჯობია, lieber, ანუ რჩევნია ჯობიას ნიშნავს. მოდი, ამას ჯობია, etwas Geld, ცოტაოდენი ფული zusammenlegen, ერთად დავდოთ. Und ein Taxi nehmen. და, ანუ ტაქსი ავიყვანოთ, ტაქსი წავიდეთ. Die kosten nicht mehr als 3,30. Ის არ ღირს 33-ის მეტი, 3,30. ესეთი შემოკლებული ფორმით ამბობს. Die kostet nicht mehr als 3,30. Ich wohne am Schittberg 11. Wo wohnt denn ihr? Ich wohne am Schittberg 11. მე ვცხოვრობ და მისამართი უთხრა Schittbergis 11 ნომერში. Wo wohnt denn ihr? თქვენსაც ცხოვრობთ. Die beiden wohnten am Lattenzaun 432. ორივენი ცხოვრობდნენ ლათენცაუნის 432 ნომერში. 32. Also in derselben Gegend, nur eine Straße mehr nach links. Also in derselben Gegend, ესე იგი იგივე რაიონში, Gegend, ტერიტორია, რეგიონი, nur eine Straße mehr nach links. ანუ ერთი ქუჩით მარცხნივ. Just als die drei in die Taxe steigen wollten, kam von der anderen Seite ein Liebespaar. და მაშინ როცა მაშინს ნიშნავს just als როცა die drei in die Taxe steigen wollten, აქ გვაქვს ნახეთ die Taxe, ანუ იქ იყო das Taxi, აქ გვაქვს die Taxe, იგივეს ნიშნავს. უბრალოდ აქ განსხვავება ის არის, რომ das Taxi რამესაც დაწერს, ასეთ ტაქსიში როდესაც ჩაჯდები და die Taxe აქ რაღაც ფიქსირებული გადასახადი არის, რომელიც უნდა გადაიხადო. და როდესაც სამივეს ტაქსიში ჩაჯდომა სურდა, kam von der anderen Seite ein Liebespaar. მოვიდა მეორე მხრიდან წყვილი, შეყვარებული წყვილი, das Liebespaar. Eine Stopfnadel und eine Stecknadel und wollten in dieselbe Taxe. ერთი ნემსი და ერთი კინძის თავი და სურდათ იმავე ტაქსიში ჩაჯდომა. Jeder versuchte, den anderen vom Trittbrett zu stoßen. Jeder versuchte არის ცდა. ყველა ცდილობდა, თითოეული მათგანი ცდილობდა, მეორე vom Trittbrett zu stoßen. Trittbrett არის ფეხის დასადგამი, ანუ გადმოეგდო, ხელი ეკრა ამ ფეხის დასადგამიდან. მოდით აქ შევწყვიტოთ ეს პირველი ნაწილი, რომ ვიდეო ძალიან არ გაგვიგრძელდეს და ვისაც დაინტერესდება, რა თქმა უნდა, დასასრული, შეუძლია ნახოს და თუ ვთქვათ, გაუჭირდება თარგმანი, მე შემოგთავაზებთ გაგრძელებასაც, დაელოდეთ და აუცილებლად ჩავწერ მეორე ვიდეოს. იმედია რომ მოგეწონათ, ამოიწერეთ ყველაფერი ის რაც არ იცოდით, დაისწავლეთ და მერე მოусმინეთ უკვე ვიდეოს ჩემი დამუშავების გარეშე. მე უკვე მიგითითეთ საიდან ავიღე ეს ვიდეო, კიდევ ერთხელ გადავან ამ ლინკზე და აუცილებლად ჩაგიგდებთ ამ ლინკს ვიდეოს ქვემოთ. და შეგიძლიათ რა თქმა უნდა მოისმინეთ თქვენ თვითონაც თუ გნებავთ და ასევე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს ქვეშ დევს დონაციის ნომერი, ვისაც სურვილი გაუჩნდება და ეხმარება ვიდეო რაიმეში, შეუძლია რა თქმა უნდა გააკეთოს დონაცია. მე დროებით გემშვიდობებით და იმედი მაქვს რომ აღარ დავიკარგები და შემოგთავაზებთ სულ უფრო საინტერესო და გამოსადეგ ვიდეოებს. Tschüss!